საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ გრანტების შესახებ კანონში მიღებულ მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს ეხმაურებიან. განცხადების თანახმად ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს და მას უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირებისა და ორგანიზაციებისთვის პოტენციური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. კაია კალასი და მარტა კოსი ხაზგასმით ამბობენ, რომ ქართული ოცნება ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს და უფრო მეტად აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას იმ მიზნისგან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ქვეყნის პარტნიორები კვლავ ღრმა სინანულით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა. ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და უფრო შორდება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს, რამაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შედეგები მოჰყვა. მაგალითად, დღეს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობითი დარღვევის საპასუხოდ კომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ გავუღეთ კარი საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საშუალებით. ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც კაია კალასი და მარტა კოსი საუბრობენ, ქართული ოცნების პარლამენტმა 4 მარტს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებით კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და გრანტების შესახებ კანონის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. გრანტად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, უცხო ქვეყნის მთავრობისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით, ისეთ საქმიანობას, რომელიც პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, ასევე ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს. რეპრესიული ცვლილებებით გრანტად ასევე მიიჩნევა პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება, უსასყიდლო და ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები. ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდეა მიღებული. კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. 6 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.